მოგესალმებით მეგობრებო, მინდა შემოგთავაზოთ მორიგი საჯარო გაშლა. რას ფიქრობს ის ახლა ჩემზე? რა თქმა უნდა, ეს ეხება უკვე თქვენს პარტნიორს, მეორე ნახევარს. დაფიქრდით, იფიქრეთ მასზე, თქვენს ურთიერთობაზე და ვნახოთ, ვისზე რეზონირდება. შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო გაშლა, ინდივიდუალური გაშლებისთვის უკვე პირადში უნდა დამიკავშირდეთ. მომწერეთ პირადში. და რა თქმა უნდა, ენერგიების გაცვლის მიზნით არ დაგავიწყდეთ შემოკარგებო. დალაიქება ვიდეოსი, თუ რა თქმა უნდა, ნახავთ მას, ხო? შევთანხმდით, მაშინ ასე დავიწყოთ. რას ფიქრობს ახლა ამჟამად ის თქვენზე, ხო? აქ ამოვიდა არკანები შემოკარგებო. უფრო ნახეთ გულნატკენი პიროვნებები ამოხვედით. რატომღაც ბევრ თქვენთაგას გონიათ, რომ ან თქვენს პარტნიორს, ან თქვენ გონიათ შემოკარგებო, რომ ეს ურთიერთობა დასრულდა. სერიოზული გულისტკენა იხატება აქ, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ეს დასასრული ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ეს არის ასე ვთქვათ, ტრანსფორმაციის პერიოდი. თქვენ და თქვენი პარტნიორი იმ დონეზე ხართ ერთმანეთზე მიჯაჭვულებით შემოკარგებო, რომ ეს ურთიერთობა ძალიან დიდხანს არ დასრულდება. ნახოთ, რას ფიქრობს ახლა ამჟამად ეს პიროვნება თქვენზე. ისევ და ისევ ეს პიროვნება ფიქრობს, რომ თქვენი ურთიერთობა ძალიან მძიმე, ასე ვთქვათ, უკვე ეტაპზე არის მისული, თითქოს გაჭედილები ხართ, რაღაც საკითხში ვერ გვარდებით, მაგრამ სიახლე მოდის. სიახლე, რომელიც ამ მამაკაცისგან მოისწრაფვის თქვენთან შემოკარგებო და თუ მამაკაცები მიყურებთ, ეს ქალებისგან მოდის თქვენთან. შესაძლებელი არის კიდევ განმეორდები, რომ ფიქრობდეთ ეს ურთიერთობა არის დასრულებული, მაგრამ ეს ურთიერთობა ამ ეტაპისთვის გადის ტრანსფორმაციას. და რატომ მოხდა ეს ასეთი გულისტკენა, რატომ არის? ვნახოთ შემოკარგებო, რა ხდება. რატომ რა ხდება შემოკარგებო და ნახეთ, ესე იგი, აქ სიყვარული იკვეთება, მაგრამ იმ დონის სიყვარული ვერ მიიღეთ თქვენი მეორე ნახევრისგან, რასაც ელოდით თქვენ. აი სწორედ მაგიტომ ხართ განრისხებულები, ძალიან დარდობთ, ნერვიულობთ, გონიათ, რომ თქვენს მეორე ნახევარს არ უყვარხართ, მაგრამ რეალურად აქ სიყვარული იკვეთება. ოღონდ ძალიან გაბრაზებულები ხართ მეგობრებო და იმასაც გეტყვით, რომ ეს გაბრაზება გადაგივლით. იმიტომ რომ თქვენი მამაკაცისთვის თქვენ ხართ იმპერატრიცა. შესაძლებელი არის იყოს აქ ოჯახები, ხო? იკვეთება ოჯახები, სადაც ოჯახია ოფიციალურად, შვილები ყავთ, მისი შვილების დედა ხარ და შესაბამისად ძალიან მალე იცვლება ყველაფერი. ამოგვივიდა ფორტუნა. ნახოთ, საით იცვლება ეს ყველაფერი. მოგეხსენებათ, რომ როგორც ცუდისკენ, ასევე კარგისკენ შეიძლება შეიცვალოს, ხო? ნახოთ. საით იცვლება ეს ყველაფერი და საით იცვლება ეს ყველაფერი და თქვენთან მოვა ეს მამაკაცი. თუ ამჟამად ახლა არ გაქვთ შეხვედრები, ხართ დაშორებული, ნაწყენი, კი ეს მამაკაცი მოდის და შერიგებაც იქნება შემოკარგებო. თუმცა იცით, ნახეთ, თქვენ თუ დახვდებით, გაბრაზებით ამ მამაკაცს და ჩხუბს დაიწყებთ, ხო? კამათში შეხვალთ. მამაკაციც ესეთი გაბრაზებული ენერგიებით მოვა, მაგრამ თუ თქვენ დახვდებით საყვარელი, ცოტა შენიღბავთ, ასე რომ თქვათ, წყალებში თქვენს გაბრაზებას შემოკარგებო. მთლად კისერზე არ შემოიხვიოთ, მაგრამ ჩხუბშიც გადაზრდით, მაშინ ყველაფერი დალაგდება, დამიჯერეთ. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. კი, იქნება ნამდვილად. იმიტომ რომ ეს ოჯახი არ დაინგრევა და თუ თქვენ არ ხართ ოჯახი ჯერჯერობით, ერთად იქნებით, მაგრამ ეს მამაკაცი ცოტა მაჩხუბარაც არის, ფეთქებადიც არის და ამიტომ უნდა მეტნაკლებად შეეცადოთ მის გაგებას, თუ თქვენ გიყვართ. მაგრამ მე ვთვლი, რომ ტოქსიკური ადამიანი თქვენ ცხოვრებიდან უნდა გაუშვათ თავის დროზე.
ჯობია, ჩემო კარგებო. მოდით ვკითხოთ სამყაროს თქვენთვის რჩევა, ხო? თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ, ჩემო კარგებო და დაელოდეთ. ნახეთ, არ იმოქმედოთ, არც დარეკოთ, არც შეეხმიანოთ ამ პიროვნებას. უბრალოდ წყლარად ჩვიდად დააკვირდით მოვლენებს. ეს პიროვნება თქვენთან მოვა და ისევ ოჯახად იკვეთებით. ასე რომ, ნახოთ.